1992 წლის 7 აპრილის ღამეს სომხეთის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ ყელბაჯარის რაიონის სოფელ აღდაბანს. აღდაბანზე თავდასხმას პირადად მეთაურობდნენ რობერტ ქოჩარიანი და სერჟ სარქისიანი, რომელიც მოგვიანებით გახდა სომხეთის მეორე და მესამე პრეზიდენტი. 1992 წლის 8 აპრილს მთლიანად დაიცვა 130 სახლი, სასტიკად აწამეს 779 მშვიდობიანი მოქალაქე, სასტიკად მოკლეს 67 ადამიანი. სომხეთის მეც-3 პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა ინტერვიუში გააკეთა განცხადება, სადაც აზერბაიჯანის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქმედებები გაამართლა შემდეგი სიტყვებით: ვიმეორებ სიტყვებს, რაც მე ვთქვი 2000 წელს. აზერბაიჯანელები ფიქრობდნენ, რომ ჩვენ შეგვეძლო? არ ავწიოთ ხელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია დაუშვათ, რომ აზერბაიჯანის მშვიდობიანი მოსახლეობა ზურგში ყოფილიყო და ამავდროულად იბრძოლოს ფრონტის ხაზზე.